არ უნდა ყავდეს ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური შეყვარებული, თუ არ შეგიძლია რომ მას მისცე უფლება რომ იყოს ისეთი როგორიც არის. Ახლა უყურე მზის ჩასვლას, ხო ლამაზია მზის ჩასვლა, ხო ყველას უყვარს მზის ჩასვლას ყურება. ზუსტად იგივენაირადაცაა ლამაზი მიმზიდველი სექსუალური პარტნიორის ყოლაც. ყოველთვის მოატრიალებს თავებს, ყოველთვის მოუნდება სხვებსაც რომ უყურო და ამას ვერ შეაჩერებ და ამასთან უნდა იყო ოკეი. შენ თუ გინდა რომ მზე შენი იყოს და ამას რაღაცა კედლები ამოუშენო და ამოაფარო სხვებმა არ დაინახონ, ეგობა რო არ არის ეგ რაღაცა შენთვის მზე, ისევე როგორც შენი პარტნიორი, შენი საკუთრება არ არის და არც არასდროს იქნება. ასე რომ ეჭვიანობას უნდა მოეშვა და უნდა ენდო ადამიანს, რომ უყვარხარ, ანუ უნდა შენთან ყოფნა და ყოველ მეორე გამლელში არ გაგსვლის ვინც მისკენ თავს მოატრიალებს. და თუ იტყვით რომ გოგოებს თავად უყვართ ეჭვიანი ბიჭები, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თავადაც არიციან საკუთარი თავის ფასი და არ არიან ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გოგოები. თუნდაც ბიჭები არ აქვს მნიშვნელობას სქესს. დამიჯერეთ ნამდვილ თავდაჯერებულ ადამიანს არ ჭირდება ეჭვიანი კაპრიზა და ტვინისტყნა ადამიანი მის გვერდით. ჩამოყალიბებულ ზრდასრულ ადამიანებში ეს ასეა და თქვენ თუ სხვა ლიგებში თამაშობთ, ეგ უკვე თქვენი საქმეა.